მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო. გადაცემა დარცი აჭარის ტელევიზიის ეთერში ისევ თქვენს ტელეეკრანებზეა. გადაცემა დარცი ისევ რჩება განსაკუთრებით შემეცნებით გადაცემად, სადაც საინტერესო ახალგაზრდები თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ. გადაცემა დარცი ყოველ კვირას საღამოს 18 საათსა და 20 წუთზე არის აჭარის ტელევიზიის ეთერში. ჩვენ უკვე მოვედით სპორტ სკოლაში, სადაც დაგხვდება ანანო ჯინჭარაძე, საქართველოს ჩემპიონი ფარიკაობაში. ამიტომ წავედით, შევხვდეთ ანანოს, სადაც სხვა ნაკრების წევრებიც გველოდებიან. ხედავთ აჭარის ნაკრების წევრებს ფარიკაობაში. ანანოსაც ხედავთ. გამარჯობა. ძალიან მიხარია, რომ თქვენთან ვარ და გაგიცანით ფარიკაობის ნაკრების წევრები. ჩვენ აქ მოვედით ანანოსთვის, საქართველოს ჩემპიონისთვის, მაგრამ სანამ ანანოსთან გადავალთ დიალოგით, მანამდე თქვენ უნდა გკითხოთ რამდენიმე კითხვა ფარიკაობის ისტორიაზე და ვნახოთ რამდენად კარგად იცით. მზად ხართ? როდის ჩამოყალიბდა საქართველოში ფარიკაობის პირველი სასწავლო ჯგუფი? მე-19 საუკუნის 70-იან წლებში. სწორი პასუხია. შემდეგი კითხვა, ვინ იყო პირველი ქართველი მოფარიკავე, რომელიც 1964 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა? მან ტოკიოში მოიპოვა ოქროს მედალი. ნუგზარ ასეთიანი. სწორი პასუხია. და მესამე და ბოლო კითხვა, რომელმა ქართველმა მოფარიკავე ქალმა შეასრულა სპორტის ოსტატის ნორმატივი პირველმა? ეს არიცით? შენ იცი? არა. აი, იზოლდა ესაიაშვილმა 1958 წელს. მაგრამ ძალიან კარგად გაიგეთ პასუხი, შეიძლება ითქვას, რომ კარგად იცით ფარიკაობის ისტორია. ხმაური გვესმის და სპორტ სკოლაში ვართ და იქით კიდევ ვარჯიშებია. ძალიან დიდი მადლობა. ეხლა ანანო შენთან გავისაუბრებ. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ უკვე შევხვდით ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს ანანო, გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმე დრო. მოგესალმებით, მიხარია რომ დარცის გადაცემაში ვარ. პირველ რიგში სანამ შენ სპორტულ მიღწევებზე გადავიდოდეთ, მანამდე დაგვიხასიათე შენი თავი მოკლედ. ჩემ თავს დავახასიათებდი როგორც თავდაჯერებულს, წარმატებულს და მიზანდასახულს. რამდენი ხანია რაც ფარიკაობით ხარ დაკავებული და დღის განმავლობაში რამდენ ხანს უთმობ სპორტს? ფარიკაობით 9 წელია რაც უკვე დაკავებული ვარ და ამ სპორტის სახეობაში ვარ. ყოველდღიურად ვარჯიშობ 3-4 საათს, ყველაზე ცოტა 3 საათი. რაიმე, აი მაგალითად რომელიმე ჩემპიონატისთვის თუ ემზადები, ალბათ იზრდება ხო უფრო დრო თუ მაშინაც ამიოდეს? კი, რა თქმა უნდა, დრო იზრდება, დილითაც არის ვარჯიში და შუადღესაც არის ვარჯიში. ყოფილი შემთხვევასაც საღამოსაც ყოფილა ვარჯიში, იმიტომ რომ წინ მნიშვნელოვანი ტურნირი გქონია. და რატომ ფარიკაობა და არა სხვა სპორტი? ფარიკაობა ჩემი ოჯახის ტრადიცია არის, იმიტომ რომ დედა ჩემიც ფარიკაობაში მოღვაწეობდა, ძალიან კარგი მოფარიკავე იყო. და ესე გამოვიდა, რომ თავის წარმატება მეც უნდა გამოგრძელებინა. და როგორც ჩანს, ჯერჯერობით კარგად მიდის ჩემი წარმატება და ფარიკაობაში უფრო სასიამოვნოდ და უფრო კარგად ვგრძნობ ჩემ თავს. ანუ გავლენა მოახდინა ოჯახმა და დედამ. დიახ, რა თქმა უნდა. როგორც უკვე თქვი, დედა არის შენი პედაგოგი და ძალიან მაინტერესებს დედა პედაგოგი არის საქმის გამარტივება თუ საქმის გართულება, ალბათ ძალიან მომთხოვნია ამ შემთხვევაში. მომთხოვნიც არის და ემოციურად ძალიან რთული საქმე არის ფარიკაობა. შენ თუნდაც რაიმე სპორტში დედა ან მშობელი როდესაც ყავს. რა თქმა უნდა თავისი პლუსებიც აქვს, იმიტომ რომ უფრო მეტად წინ ხარ ყველასთან განსხვავებით. ყოფილა ბრძოლა, რომელსაც ვაგებდი და აი დედის გამო მომიგია, იმიტომ რომ როდესაც აგებ და ხედავ უკან დედას, მხოლოდ შენ არ ფარიკაობ და თან მე სახშიც რომ მიდიხარ, ძალიან ცუდი გრძნობა არის წაგებული ბრძოლა, ამიტომ ხანდახან იძულებული ვარ რომ მოვიგო ბრძოლა და დედა გავახარო. ანუ მეტი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში.
რადგანაც დედა სპორტსმენია, ალბათ მთელი ოჯახი ჩართულია შენს ამ სპორტულ ყოველდღიურობაში და ზოგადად ოჯახის როლზე რომ მოგვიყვე ამ მიმართულებით. ოჯახმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემს გამარჯვებებში. თითქმის ყოველივე ჩემი გამარჯვება ჩემს ოჯახს ეძღვნება, იმიტომ რომ მათ გარეშე არაფერი არ ვიქნებოდი. ბავშვობიდან დამეხმარეს და ეხლა რომ გავიზარდე, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ოჯახის მიმართ. ოჯახის თითოეულმა წევრმა დამეხმარა, ჩემმა ძმამ, დედაჩემმა, მამაჩემმა, რომელიც ჩემგან შორს არის, მაგრამ ბევრს ვცდილობს, რომ ყველანაირ წარმატებას მივაღწია. შენი ძმა სამ სპორტით არის დაკავებული? არა, ჩემი ძმა სამწუხაროდ არ არის ამ სპორტით დაკავებული. შენ ხარ სკოლის მოსწავლეც და როგორ უთავსებ სკოლას და სპორტს ერთმანეთს და რომელია შენი საყვარელი საგანი? ჩემი კარიერიდან გამომდინარე, სკოლაში მისვლას ვერ ვახერხებ ხშირად, როგორც უნდა იყოს, მაგრამ როდესაც მიდიوار ძალიან მიყვარს და ძალიან თავისუფლად გრძნობ თავს. ჩემი საყვარელი საგანი ალბათ გამოვარჩევდი უფრო ქართულს. იმიტომ რომ სხვებთან შედარებით უფრო ადვილია. თან მასწავლებელი ძალიან მეხმარება ჩემ კარიერაშიც და ჩემ სწავლაშიც. უკვე გადავიდეთ მთავარ მიზეზზე, რატომაც დღეს აქ ვართ. პირველად მიიღე მონაწილეობა ასეთ მასშტაბურ ჩემპიონატში, ეროვნულ თუ არა, ეს ჩემი მესამე საქართველოს ჩემპიონატი იყო. საქართველოს თასზეც მაქვს მონაწილეობა მიღებული. ორივე ასაკში გავიმარჯვე. სხვა ჩემპიონატებზე რომ მოგვიყვე, რამდენ ჩემპიონატში მიგიღე მონაწილეობა? ევროპის ჩემპიონატზე მაქვს მონაწილეობა მიღებული. სამწუხაროდ ვერ გამოვავლინე ჩემი შესაძლებლობები, იმიტომ რომ ნერვიულობდი და მხოლოდ მე ვიყავი ამ სახეობაში წასული და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მქონდა, რამაც გამოიწვია ჩემი ძალიან ცუდად ფარიკაობა, იმიტომ რომ ძალიან ნერვიულობის ქვეშ ვიყავი და ვერ ვიფარიკავი ისე როგორც შემიძლია. მაგრამ რაც თავარია, შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე გამოვასწორებ ამ შეცდომებს. ელოდი თუ არა გამარჯვებას, შენს მოლოდინებზე, განცდებზე, განწყობაზე რომ მოგვიყვე? გამარჯვებას ველოდი, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ იმ შეჯიბრზე ძალიან ვიმსახურებდი მოგებას. წინა საქართველოს ჩემპიონატზე ვერცხლი მოვიპოვე, ფინალი წავაგე ერთი ქულით. წინის წინაზე ტრავმა მივიღე და ვერ გამოვედი. რამაც უფრო მეტი მიზანი მომცა, რომ ეს საქართველოს ჩემპიონატი მომეგო. თან ჩემი სახელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო დამაკურდება ფედერაცია და უფრო მეტ შრომას ჩადებენ ჩემში. წარმატებებს გისურვებ აუცილებლად. საინტერესოა რაიმე სხვა ჰობი თუ გაქვს, ან სხვა სპორტით თუ ხარ დაკავებული? კი, ფეხბურთს ვიყავი დაკავებული, სანამ ფარიკაობას დავიწყებდი, მაგრამ მე ფარიკაობაში იმდენი წარმატებას მივაღწიე, რომ უკვე დრო იყო ფეხბურთს თავი დავენებებინა, მაგრამ ეხა ამ ბოლო დროს გავაგრძელე ფეხბურთის თამაში. საკმაოდ ხშირად ვთამაშობ, როდესაც თავისუფალი დრო მაქვს და ჰობად გადაიქცა ფეხბურთი. საინტერესოა მომავალში აპირებ თუ არა გაყვე ამ სპორტს და თუ გაქვს მოფიქრებული პროფესია? სპორტის გარეთ პროფესიას ჯერჯერობით არ მაქვს მოფიქრებული, ოღონდ ჯერჯერობით ვფიქრობ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი მთლიანი ცხოვრება ბავშვობიდანვე იყო სპორტი, ჩემი ოჯახისაც და ვერ ვხედავ სპორტის გარეშე ჩემ თავს სხვაგან. როგორც ვიცით, შენ ხარ რაპირისტი და აი ამ სახეობის შესახებ რომ მოგვიყვე უფრო ვრცლად და რამდენი სახეობაა კიდე, რამდენი სახეობად იყოფა ფარიკაობა? ფარიკაობა იყოფა სამ სახეობად. ჩემი აზრით, რაპირა არის ყველაზე მაგარი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფიქრი გჭირდება და გააზრება თუ შემდეგი რას გააკეთებ. რაპირაში ჩხოტა შეიძლება მხოლოდ სხეულის წინა და უკანა ნაწილში. ხმალში წელს ზემოთ, ხოლო დაშნაში ყველგან შეგიძლია ჩხოტა. ხმალში არის დარტყმა. მაგრამ როგორც გითხარით, რაპირა ყველაზე განსაკუთრებული და გამორჩეულია, თან ჩართულობა რაპირას უფრო მეტი აქვს ვიდრე სხვა სახეობას და ვფიქრობ, რომ ეგრეც უნდა იყოს. აუცილებლად უნდა რაიმე ილეთი მოძრაობა თუ რა ქვია. კი, გადაადგილებას სწავლის თავიდან. აუცილებლად მინდა ეგ და სანამ ვისწავლე იმას, მანამდე შენს გეგმებზე რომ მოგვიყვე, თუ საიდუმლო არ არის, რა თქმა უნდა. არა, საიდუმლო არ არის. ჩემი გეგმები, ყველაზე მთავარი მიზანი ჩემ კარიერაში, რის გამოც დავიწყე, იყო ოლიმპიური ოქრო. არა მედალი უბრალოდ, ანუ მედალზე სულს არ ვიტყოდი, მაგრამ ოქრო მაინც ჩემი ბავშვობის ოცნებაა და ძალიან მინდა რომ ეს ოცნება ავიხდინო. ნუ თუ რა თქმა უნდა, სპორტის ფედერაცია მაქსიმალურად ხელს შემიწყობს, დარწმუნებული რომ ეგ ოცნება ახდება. ჯერჯერობით ოლიმპიადამდე არის მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, რაც აუცილებლად უნდა მოვიგო, ან მედალი მოვიპოვო, რომ
აი ოლიმპიადამდე მივიდე. წარმატებებს გისურვებ, ეჭვი არ მეპარება, აუცილებლად. რომელ მოფარიკავესთან ისურვებდი შეხვედრას? ამერიკელ მოფარიკავესთან, გერეკ მეინჰარდთან, რადგან ფარიკაობა მაგის გამო დავიწყე, მაგ ადამიანის გამო. ამაზე უფრო ვრცლად რომ მოგვიყვე, რას? ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა არის ფარიკაობაში, გერეკ მეინჰარდი. ძალიან მინდა როგორმე ამერიკაში მოვხდე და ვნახო, ვეფარიკაო. რა თქმა უნდა, ეს ცოტა რთული იქნება, მაგრამ ძალიან მინდა რომ ეს სრული ავხდინო. ყველაზე პოპულარული რომელ ქვეყანაშია ეს სპორტი და ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში, საქართველოში რამდენად ყურებადი არის ეს სპორტი? საქართველოში ძალიან ბევრმა ადამიანმა არის ეს ფარიკაობა. ჯერჯერობით არ არის იმ დონეზე გავრცელებული, როგორც უნდა იყოს. მაგრამ მოდის ძალიან ბევრი და ძალიან ჭკვიანი ახალი თაობა, რომელსაც შეუძლია რომ ეს საბადობა მოუმატოს. ყველაზე ცნობილი ფარიკაობა არის ამერიკაში. იმიტომ რომ ამერიკა ძალიან დიდია, ძალიან ბევრი ქალაქია და უფრო ნიჭიერი ახალგაზრდობა არის, იმიტომ რომ უფრო ხელს უწყობენ იმათ. ახლა გადავიდეთ ჩვენი გადაცემის შედარებით არაფორმალურ ნაწილზე, სადაც ჩვენი მაყურებელი უფრო სხვა კუთხით იცნობს გადაცემის სტუმრებს. ბლიც კითხვები ეთერში. პირველი კითხვა. საყვარელი ფილმი. გრეის ანატომია, უფრო სერიალი. საყვარელი კერძი. მაგდროსი? მაგრამ კაი ხინკალს ვიწყდი რა. სიტყვა, რომელიც ყველაზე კარგად აღგზერს. წარმატებული. ზებუნებრივი უნარებიდან რომლის ქონას ისურვებდი? დროის გაჩერებას. ვა, საინტერესოა. რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად ადამიანში? ტყუილი. ოდესმე შეცდომით თუ გაგიგზავნია ტექსტური შეტყობინება არასწორი ადრესატისთვის. კი, ბევრჯერ. რომელი მულტფილმის ან ფილმის პერსონაჟთან ისურვებდი შეხვედრას? სპაიდერმენი. როგორ ფიქრობ, რომელი ცხოველი იქნებოდა ყველაზე გამაღიზიანებელი საუბარი რომ შეეძლოს? კატა. სამყაროში რომ საკვები აღარ იყოს, რომელ მწერს შეჭამდი? ვა, კოღო. კოღო? რაღაცა უკვე მომრავლდა ეს პასუხი ჩვენს გადაცემაში. მართლა? კი. გამოჩენილი ადამიანი, რომელიც უკვე აღარ არის ცოცხალი, ვისთან ისურვებდი შეხვედრას, თუნდაც წინა საუკუნიდან და რაზე ისაუბრებდით? მარადონას შევხვდებოდი დიდი სიამოვნებით. და რაზე ისაუბრებდით? როგორ კარგად თამაშობ ფეხბურთს. შეაფასებინებდი შენ შესაძლებლობებს? კი, და ვეთამაშებოდი ძალიან ბორჯო. და ბოლო კითხვა. ღმერთთან შეხვედრის საშუალება რო გქონდეს, პირველი რას ეტყოდი, ან რას კითხავდი? აი, ღმერთს რო შევხვდე, ვკითხავდი, რომ რატო წავაგე ამდენი ბრძოლა, რომელიც არ უნდა წამიღო. ძალიან საინტერესოა. კი. მადლობა ძალიან დიდი. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო დიალოგი გქონდა, მაყურებელს უფრო და მეც უფრო სხვა კუთხით გავაცანით ჩვენ თავი. თურმე ფეხბურთსაც თამაშობს, ანანო. წარმატებებს გისურვებ. მადლობა. მეც და დარსის სახელითაც. ხო. და მადლობა კიდევ ერთხელ. არაფერს. ახლა რამე მარტივი ილეთები უნდა მოსწავლო. ეხლა მე შემოგცემ ჩემი არახს. და ეს როგორ უნდა დავიჭირო ეგეც უნდა. პირველი ორი თითი აქ უნდა მოათავსო. ხო. მესამე, მეოთხე და აი ეს. აჰა. ასე. კი. და აი, ეს. კი. სუსტ. სო. ეხლა მოგცემ მუზარაც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ფარიკაობაში და ძალიან დიდ როლს ასრულებს ფარიკაობაში. დაიხურა. ეს ერთი წამი ეს დამიჭირე. ეს გავხსნა თუ პირდაპირ? არა, ეს პირდაპირ. კი. სო. მაგრამ ვარდება. ხო, იმიტომ რომ შეკრული არ არის. დაიჭირე? სო. შენ არის ხურა? კი, როგორ? ეს არის ჩემი. და ჩემი იერა. ეხლა რამე მასწავლე. ეხლა დავდგეთ ესენი, შეიძლება. ისე. გაწიეთ წინაფეხი და ჩაჯექი ორივე ფეხი. სო. ხელი დაიჭირე. აი ჩემი. ეს ხელი გაწიე. ეხლა ჩაჭერ მეუხსნათ. ხაშკრად ასე ჩობს. მოცი. გადავდოთ. დადექი ხა ისე. ხო, ასა, მაინც. ხელი აწე.
და აი ეს არის ცხოდა. ეს. ხო, არა, ესე არა. აბა ეს. ხო, აი ხო. ეგ არის ცხოდა. ეს. ეგ არის ცხოდა. ეხლა ნაბიჯებს გასწავლი ყველაზე ადგილს. აი, ერთი. ხო, აი ქუსლს ნახე, დაიწყე და ეს მიადგე. ეხლა უკან ამით. ამით და უბრალოდ ხელი არ უნდა იკაროს. ხო, ნუ სხეული უნდა შეინარჩუნო, ეს ხელი არ უნდა გაიქანოს ფეხით და დიდ შრომას მოითხოვს. კი, სხვათა შორის ეს უფრო გამომივიდა ვიდრე კარატე. კი, და უფრო ჯობია, ხო? კი. ამ შემთხვევაში უფრო გამიმარტივდა პირველ ჯერზე მოძრაობები. ძალიან კაი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და წარმატებებს გისურვებ. მადლობა დიდს. გადაყვანი ჩემოდი, ორი გადაყვანი. წრიული მეექვსე. წრიული მეექვსე, წრიულზე. გარბუშკა. წავიდა. გადარხმა. შეტევაში წამოდი ორი გადაყვანით მეექვსეში. ქალბატონო თინა, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენს გადაცემაში დღეს. მადლობა პირიქით თქვენ მოგვიწვიეთ ჩვენ. თქვენ ხართ ანანოს ჩვენი ჩემპიონის როგორც დედა, ასევე მწვრთნელი. და ანანოზე როგორც შვილზე რომ მოგვიყვეთ და როგორც მოსწავლეზე. კარგი, დავიწყებ იქიდან, რომ ჯერ ძალიან საპასუხისმგებლო არის როგორც დედა და შემდეგ როგორც მწვრთნელი. ანანო როგორც შვილი რადიკალურად სხვა არის სპორტის გარეთ, არის დამოუკიდებელი ბავშვი და არის საკმაოდ გაწონასწორებული. აი როგორც რასაც ეხება სპორტს, ძალიან ყურადღებით ეკიდება ჩემთან ურთიერთობას, იმიტომ რომ სპორტში რთული არის მწვრთნელზე არ მოსმენა. იმიტომ რომ ჩვენ გვიწევს არაერთი შეხვედრის ჩატარება ერთად, ვარჯიშებზე ერთმანეთზე მოსმენა და აზრების გაზიარება, რათა შეჯიბრებაზე ეს ყველაფერი გადავიტანოთ ერთად და გავიდეთ შედეგზე. თუმცა მე ვთვლი, რომ ანანო საკმაოდ მისმენს და ყურადღებით ეკიდება ჩემს თითოეულ მითითებას. საინტერესო რთულია თუ არა დედისთვის მწვრთნელად ყოფნა, იმიტომ რომ როგორც ანანომ გითხრა, ეს უფრო რთულია, იმიტომ რომ განსხვავებული ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს ამ ყველაფერს და აი როგორც დედისთვის ეს როგორც დედა ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ორმაგი პასუხისმგებლობა არის და ბილიკზე როცა დგებანი და მუზარად თავზე იხურავს და იწყებს ფარიკაობას, ის რო ჩხვლიტავს, ჩემთვის არის ძალიან სასიხარულო მომენტი, მაგრამ როცა ანანო ჩხვლეტას იღებს, აი მაგ დროს შინაგანად რას განვიცდით, ეს ჩემთვის არის ძალიან რთული, რომ გადმოვცე ყველაფერი თქვენთან. ანუ ორმაგი ზეწოლა, იმიტომ რომ როგორც დედა სხვანაირად ნერვიულობთ, როგორც მწვრთნელი კიდე სხვანაირად. ნამდვილად რთულია კი. როცა შვილი არის კიდე და ის მას ტკივა და ან ვერ აკეთებს, ან დაძაბულია, აი მე კიდე ორმაგად ვიძებები აქეთ. თქვენ ხართ აჭარის ფარიკაობის ნაკრების მწვრთნელი და საინტერესოა, რამდენი გოგონა გყავთ ნაკრებში და ზოგადად რამდენი გოგონა ინტერესდება ფარიკაობით და სპორტის ამ მიმართულებით. აჭარის ნაკრებში ირიცხება 4 გოგონა, ნაკრები კომპლექსდება 4 გოგონათი 4 ბიჭით და მე პირადად მყავს ბევრი მოსწავლე, არიან ჩემი კოლეგები, ჩემთან ერთად, რომლებიც ავარჯიშებენ სხვადასხვა სახეობაში და ვფიქრობ, ამ სახეობით უფრო და უფრო დაინტერესდნენ, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს არაერთი გამარჯვებული, თუნდაც ანანოს სახით, თუნდაც ბევრი სპორტსმენის სახით, მაგალითად სანდრო ბაზაძის სახით და ვფიქრობ, აი ამ გამარჯვებების შემდეგ ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა ამ სპორტის სახეობით. და როგორც ანანომ გითხრა და მოგვაწოდა ინფორმაცია, ფარიკაობას აქვს 3 სახეობა. თქვენ ხართ ერთი სახეობის მწვრთნელი თუ 3? არა, მე ვარ კონკრეტულად ერთი რაპირის მწვრთნელი. დიახ, ფარიკაობაში არის 3 სახე, 3-ვე სახე განსხვავდება
თავისი ჩხლეტებით. ანუ არის კონკრეტული სახე დაშნა, მაგალითად ნებისმიერ ადგილას შეხების დროს ის გვაძლევს სიგნალს, რომ მივხვდეთ სად მიაყენა ჩხლეტა და მსაჯისთვის იყოს გასაგები. რაპირა არის, რომელიც მკერდზე და უკანა მხარეს შეგვიძლია ვჩხლიტოთ და არის კონკრეტული სახე ხმალი, რომელიც წელს ზემოდან დარტყმით ფიქსირდება ქულა. კი, მადლობა. თუ ფარიკაობთ ერთად? კი, მანონოსთან ერთად ძირითადად მიწევს ვარჯიშებზე ფარიკაობა. აი გაკვეთილს როცა ვაძლევ ინდივიდუალურად და ვუხსნი, შემდეგ ეს გაკვეთილი ჩვენ გადაგვაქვს ბრძოლაში. აი მაშინ უკვე ხდება ჩვენი ერთმანეთთან დაპირისპირება. ჯერ როგორც მწვრთნელი და შემდეგ როგორც მოსწავლე. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ და ძალიან ბევრ ჩემპიონს. მადლობა თქვენ პირიქით.